გამარჯობა. ნათია, ნეოზე რას ფიქრობ? ნათია, შენი აზრი დააფიქსირე ნეოზე თუ შეიძლება. ნათია, ნეო, ყველგან ნეო. At this point, ანუ ამ ეტაპზე ნეოზე კომენტარი არ გავაკეთე, უკვე ჩემი გამომწერების დიდ პროცენტს ვაბრაზებ რა ფაქტიურად იმდენმა მკითხა, თან უკვე ეხლა კი არა, კაი ხანია მეკითხებით ნეოზე ჩემს აზრს. Okay, შევისმინე, okay. Let's go. Sure. ეხლა რას ვფიქრობ ნეოზე? თავიდან რომ გამოჩნდა პრინციპში, ზუსტად იგივე რაღაცას ვფიქრობ, ეხლაც, რასაც ადრეც ვფიქრობდი. დიდად არ შეცვლა ჩემი აზრი ნეოზე სხვათა შორის. თავიდანვე რომ გამოჩნდა, მაშინ ვფიქრობდი, რომ ანუ, ოკეი, ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ახალგაზრდული გულმოდგინებით წერს ვიდეოებს ძალიან ბევრს, ანუ დაუღალავად წერს ვიდეოებს და აწვება იმას, რისიც ჯერა. ახალგაზრდობაში კი უმრავლესობა გამოვირჩევით ზედმეტი თავდაჯერებულობით, რამაც შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და შემდეგ ამ შეცდომაში უფრო მყარად ჩაგვაყენოს, იმიტომ რომ თან ჯიუტებიც ვართ უფრო და მოკლედ სისხლი უფრო გვიდუხს ახალგაზრდობაში, ვიდრე შედარებით მერე. ასაკთან ერთად სისხლის დუღილის პროცენტი ყველამ ვიცით რომ იკლებს. შესაბამისად, ანუ ნეოს ესე ვხედავდი მე თავიდანვე, რომ ანუ ახალგაზრდა ბიჭი არის, აწვება თავისას, რისიც ჯერა და ამას ძალიან აქტიურად გადმოსცემს ონლაინ. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ხალხი რომელიც მას ლანძღავს, ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანი გალანძღო, როცა შენ თვითონ ხარ ჩუმად. ანუ ვინც რამეს აკეთებს, ის უშვებს შეცდომას, ვინც მოძრაობს, ის უშვებს შეცდომას, ვინც ლაპარაკობს, ის უშვებს შეცდომას და რა თქმა უნდა, როცა ეკრანს იქით ხარ და შენ არაფერს არ აკეთებ საერთოდ, არც ერთ ვიდეოს არ დებ, ანუ ამისთვის კი არ განგიკითხავ, უბრალოდ ვიძახი, ანუ შენ თუ არ მოძრაობ შენ თვითონ, ძალიან მარტივია გააკრიტიკო ის, ვინც მოძრაობს, ის ვინც ლაპარაკობს, ის ვინც რაღაცას ცდილობს. მოკლედ ერთი ასპექტი ჩემი აზრისა ნეოზე ეგ არის, რომ როცა ძალიან ბევრ ვიდეოს წერ მეტი შანსია შეცდომები დაუშვა. Of course, ადული თარგეტი ხარ მაგ დროს ხალხისგან, ადული მიზანი ხარ, რომ გაგაკრიტიკონ რა ზოგადად. მის პიროვნებაში მე პირადად ვაფასებ იმას, რომ არ გაჩერდა ბიჭი, ანუ არ დაიღალა, წერს ვიდეოებს, თუმცა ნეოს ირგვლივ დატრიალებულ ამ მთლიან ალიაქოჩში ყველაზე მეტად საგანგაშო ჩემი აზრით ნეოს აზრები არ არის. ყველაზე მეტად საგანგაშო არის ჩვენი რეაქცია ნეოს მიმართ, ნეოს აზრებზე და აზრებზე კი არა პიროვნებაზე, რომელსაც თავს დაესხნენ. ანუ ის კი არა რომ სიტყვაზე შენი აზრი არ მომწონს, ან არ ვეთანხმები შენ აზრს, მე ესე ვფიქრობ, მე ესე მგონია სწორი, რა თქმა უნდა ცდები, იმიტომ რომ მე ვარ მართალი და ასე შემდეგ, ანუ უბრალოდ შეცდომის გასწორებაზე კი არ იყო უმრავლესობა მიმართული იყო იმაზე, რომ ხედავის ბიჭი რომ მოგწონდა თავიდან ახლა რაც უდი ტიპი აღმოჩნდა, ნახეთ. პრობლემატური არის ერთი, რომ ანუ ათრია ხალხმა უაზროდ, მისი პიროვნება ათრია და პერსონა ათრია, იმის ნაცვლად რომ მისი აზრი ეთრიათ. ანუ ამას ძალიან გვიჭირს ზოგადად რატომღაც ადამიანებს აზრის პიროვნებიდან გამოცალკევება. ისე ზოგადად ინტერნეტში ადამიანებმა ძალიან ვიცით ხოლმე ესე წამებში გადაწყვეტა ვინ რა არის როგორია და ანუ ძალიან სწრაფად განსჯა ვიღაცის ვუყურებთ ხოლმე ეს თითქოს ერთი ვიდეოთი უწყვეთ ვინ როგორი არის ადამიანი თითქოს იყინება იმ ერთ ვიდეოში ან იმ ერთ აზრში და სტატიკურად ხედავს ხალხი მას რატომღაც ანუ არ იცვლება გეგონება ის და არ არის რავი მოაზროვნე ადამიანი რომელსაც შეიძლება აზრი შეეცვალოს ხვალ ან ზეგ ჩემი აზრით არასწორი არის რომ გინდა ნეოს გინდა ნებისმიერ ადამიანს უყუროთ ერთ გაყინულ სტატიკურ სურათში როცა ის არის ადამიანი არის დინამიური ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ წამს შეიძლება შევცდეთ ამით იმის თქმა მინდოდა რომ ნეოს ისე ვუყურებ მე როგორც ანუ ნეიტრალურად ვუყურებ რა უბრალოდ ვფიქრობ რომ რავი ეხა შეიძლება რაღაც აზრი რომელსაც მე არ ვეთანხმები მაგრამ მე რა ვიცი იქნებ მოვიდეს ეგეთი დრო როცა დავეთანხმები nobody knows მაგრამ აი ამ მომენტში ნამდვილად არ ვეთანხმები რაღაცებში again ეს არ ნიშნავს იმას რომ ის ვათრიოთ და ვლანძღოთ და რა ვიცი მე საშინელებები ვეძახოთ და ჯოჯოხეთის კარიბჭესთან დავაყენოთ და შევუშვათ მოკლედ ნეოზე თავიდანვე ეს ვფიქრობ და ეხაც იგივენაირად ვფიქრობ რომ ის არის ახალგაზრდა რომელიც ჩემი აზრით ამ ეტაპზე
უბრალოდ სწავლის გზაში არის რა, ანუ რაღაცებს იგებს, მაძიებელია, ცდილობს რაღაცები გაიგოს. გამიგეთ ხო რასაც ვამბობ. Anyways, თუ ის და ის კი არა ნებისმიერი ადამიანი, თუ იქნება ძალიან ჯიუტად მაძიებელი, მგონია და მჯერა ესე, რომ აუცილებლად გაუსწორდება კომპასი, ანუ აუცილებლად მივა იქ სადაც მისასვლელია რა, თუ არ შეჩერდება ამ თავის ძიებაში და მართლა გულით ეძიებს სიმართლეს რა, ანუ გულით თუ თხოვ ღმერთს, არ აქვს მნიშვნელობას სად რომელ დენომინაციაში ხარ ამ მომენტში რა, ანუ აი აგნოსტიკი იყავი თუ გინდა აგნოსტიკი ხარ, არც არ გწამს ესე, მაგრამ მაინც აი რავი, გულს გახსნი და მთელი გულით თხოვ ღმერთს, რომ ჭეშმარიტება გააგებს სამყაროს თუ გინდა, იმიტომ რომ მე რო დავიწყე, რა ვიცი, სამყაროს თხოვე, არც ვიცოდი რომ ქრისტე იყო ღმერთი, ანუ ასე არ უყურებდი რა. უბრალოდ ასე რაღაც სამყაროს თხოვე, რომ მეთქი იქნებ გამაგებინო, სად არის სწორი გზა, ისა ესა, მაგრამ მართლა გულით და წინასწარი განწყობის გარეშე, ანუ მე ყველა prejudice მოვიხსენი რა, ანუ ყველა წინასწარი განწყობა მოვიხსენი მაგ მომენტში და ყველა სიმართლისთვის მზად ვიყავი რა, ანუ მთლიანად აი მთელი გულით და სულით ვთხოვდი მაშინ სამყაროს ღმერთი ეგეთი საყვარელია ჩემი აზრით, რომ ეგრეც რო თხოვ მაინც წაგიყვანს რა მოკლედ სწორი გზისკენ. თუმცა ეს ჩემი სწორი გზა ეგრევე სწორი ნამდვილად არ ყოფილა, ანუ დავიწყე ხან თავიდან პროტესტანტების და ვიღაცების მოსმენა, მაქედან დაიწყო საერთოდაც, იმიტომ რომ მაგათ ჰქონდათ ყველაზე მეტი ვიდეოები და ნუ ეგენი შემხვდა, ლოცვა გავაგზელე, ღმერთს მაგრად ვთხოვდი, რომ სწორ გზაზე დავეყენებინე, ანუ ეს რაღაცა ჩემზე არ არის, ამას ვიძახი უბრალოდ, იმიტომ რომ მე მაგიტომ პირადად მაგ გამოცილი და მაგიტომ ჯერა, რომ თუ მთელი გულით თხოვ ღმერთს, მიხვალ და არ გაჩერდები ამ შენ ძიებაში მაგას გულისხმობ რა, ანუ თუ სადღაცა თხოვე, რაღაცა მოგეცა და შენ გგონია რომ აქ არის всё, კომფორტია, არა, ანუ ყოველ დღე უნდა თხოვო სწორ გზაზე ყოფნა ჩემი აზრით, ანუ რომ ყოველთვის გაგესწორდეს კომპასი. სულ შეიძლება გადაუხვიო რა, რაც არ უნდა კი ბატონო ეკლესიაში შეიძლება დადიოდე, მარხულობდე, ზიარებოდე, მოძღვარიც ყავდეს და მაინც შეიძლება გადაუხვიო, იმიტომ რომ სადღაც რაღაცები არ თქვა, რაღაცა აზრები არ გააჟღერო ხმამაღლა ნეოსგან განსხვავებით, რომელიც ანუ ონლაინ დევს თავის აზრებს. შენ თუ ეკლესიაში დადიხარ და შენ მოძღვარს არც კი ელაპარაკები შენ აზრებზე და რა აზრებიც მოგივა, ძალიან თავისუფლად შეიძლება გადაუხვიო სადღაც ძალიან არასწორში და მოუკრეფავში. და სულის დამაზიანებელში. ასე რომ, ხო, მგონია მჯერა, რომ ყოველდღე უნდა თხოვე სწორი გზა ღმერთს და ხანდახან შენი აზრები ხმამაღლა გამოთქვა ხოლმე, გინდა მეგობრებთან, გინდა მოძღვართან და მოძღვართან განსაკუთრებით. და მოკლედ მე მჯერა, რომ ჯიუტად მაძიებელი ადამიანი საბოლოო ჯამში მართლმადიდებლობასთან მივა. ასევე ხალხი იძახის, რომ ნეოს საუბრები სახიფათოა რა, იმიტომ რომ ამდენი ადამიანი უსმენს და ვინმე არ შეაცდინოს და ასე შემდეგ. ჩვენ, ანუ წმინდა წერილშიც მოწოდება გვაქვს ამისი და წმინდა მამებსაც აქვთ ამის მოწოდება ჩვენ მიმართ, რომ უნდა გქონდეს გარჩევა, ანუ თეთრის და შავის გარჩევის უნარი უნდა გქონდეს ასე თუ ისე და ნეო კი არა ძალიან ქარიზმატული და პოპულარული მოძღვარიც რო იყოს და მღვდელი, მან ვერ უნდა გადაგიყვანოს არასწორ გზაზე, ანუ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ მღვდლებზე ან ნებისმიერ ამ თემაზე მოსაუბრეზე დამოკიდებული რელიგია. გვაქვს უამრავი მასალა და დამხმარე საშუალება ქრისტიანებს იმისთვის, რომ სწორ გზის კომპასი გქონდეს რა, ანუ გვაქვს წმინდა წერილი, გვაქვს წმინდა მამები ყავს, მათი წერები და გვაქვს პირველ რიგში და უმთავრესი სული წმინდა. მაგრამ რა თქმა უნდა არის ხალხი, რომელიც საკმარისია ვინმეს თავდაჯერებული სისულელე მოისმინოს, რომ თუ მართლა თავდაჯერებით არის ნათქვამი მოიწონება და ანუ იქითკენ გადავა, მაგრამ მაგიტომაც არის საჭირო, რომ ვიღაცებმა სწორად გაუსწორონ ადამიანს ეგეთ დროს და კონტრ აზრები ჩაწერონ ასევე თავდაჯერებულად და ესეთები ვნახე რამდენიმე და მომეწონა. თუმცა უფრო მეტი ვნახე უბრალოდ მისი ლანძღვა და რაღაცა რავი აგდებულად საუბარი და ასე შემდეგ, რაც არ მომეწონა, of course.
და ბოლოს მე მჯერა რომ ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს. ყველა ადამიანის გზა არის ინდივიდუალური და ნეოს უსურებ ღმერთმა მისი სულისთვის საუკეთესო გზა მიმადლოს და ალბათ ეგრეც არის. ჩემი აზრით უბრალოდ დრო უნდა და ეს მაძიებელი თუ არის ადამიანი და გავს მაძიებელს ნეო მგონია რომ სადღაც მივა, მაგრამ ანუ ვიღაცებს უნდათ რომ ეხლავე გაიგოს. მამა გურა მოთხოზორიასთან რო ქონდა ინტერვიუ, მან წერდნენ რომ აი ნახეთ ვერ გაიგო ვერაფერი, როცა მამა გურამი ასე სიყვარულით და იმით ეუბნება. ხო, ანუ აბა რო ეჭხუბა ეგრე უფრო გაიგებს? მე მაგას ვერ ხვდები. ჩემი აზრით ძალიან სწორად ესაუბრა ბაბა გურამი, მომეწონა ძალიან ეგ ინტერვიუ მონაკვეთები რასაც უყურა და ადამიანები ესე არ იცვლიან, არ ვიცვლით, რა ვიცი, დრო გჭირდება, ხო? გადახარშვა გჭირდება, ვიღაცა რაღაცა სწორ აზრსაც რო გეტყვის, შეიძლება იმ მომენტში არ აღიარო რომ სწორია, იმიტომ რომ ჩვენი ეგო გვიშლის ძალიან ხელს ზოგადად ადამიანს რომ აზრი შევიცვალოთ ხოლმე ყველას აბსოლუტურად. და დრო შეიძლება დაგჭირდეს, რომ გავიაზროთ, დავხარშოთ, ვიფიქროთ, რაღაცნაირად მივიდეთ რაღაცა აზრამდე და ხო, ანუ რა თქმა არის, რომ აი ნახეთ, სიყვარულით რომ მიუდგა, მაგიტო ვერაფერი ვერ გაიგო. ვინ იგებს ეგრევე, აი ნებისმიერმა თქვენგანმა მითხარით, რო გეტყვიან რომ არასწორი ხარ რაღაცაში, რომელი იგებთ ეგრევე. ჩემი აზრით უნდა ვაცადოთ ადამიანებს, ყელის გამოგლეჯვის გარეშე არ დავეთანხმოთ მათ აზრს, მაგრამ ხო, ცხოვრება ვაცადოთ, რავი. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.